ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 35 სერიიდან შემეცნებით დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და ფილმს ნანა ჯორჯაძე გადაიღებს. როგორც ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი აცხადებს, ეს იქნება საპრეზენტაციო ფილმი როგორც უცხოელი, ისე ქართველი მაყურებლისთვის. მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და კულტურა. პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. ძალიან შეშინებული ვარ, ეხლა უკვე რამოდენიმე ინტერვიუ გავაკეთე და რაც უფრო მეტად ხვდები ამ საოცარ ხალხს, რომლებიც ალბათ უკვე ძალიან ბევრი ძალიან ხნიერი ხალხია, მით უფრო შიში მიპყრობს, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება აი ამ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით. ძალიან ეფექტური საშუალება იქნება კომუნიკაციის, რადგან ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, იმიტომ რომ პოპულარიზაცია სწორი საკომუნიკაციო მასალის გარეშე არ გამოვა. მე იმედი მაქვს, რომ ფილმების სერია იქნება ძალიან საინტერესო, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაყურებლისთვის და მომხმარებლისთვის. თავარი რაც არის, ჩვენ ღვინის პრიზმით დავინახავთ ჩვენი ქართული კულტურის, ქართული ეთნოსის რაღაც ბევრ ნაწილებს, იმიტომ რომ ღვინო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პროდუქტია. თავი ეთნოპროდუქტია. ჩვენ ვაკეთებთ ფილმს, რომელიც იქნება თან ღვინის განათლება. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანს ეცოდინება ის ელემენტარული მინიმუმი, რაც მან უნდა იცოდეს ღვინოზე.